რაც შეეხება პროფესიულ გადაწვას, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე გავაცნობიეროთ, სად ვიმყოფებით, რა ეტაპზე ვიმყოფებით. როდესაც პირადი ცხოვრება და პირად ცხოვრებაში სიამოვნების განცდა გვეკარგება და ესე რობოტები ვით ვმუშაობთ, წრეზე ერთი და იგივე რაღაცას ვაკეთებთ და ვეღარ გრძნობთ გარშემო საკუთარ შეგრძნებებს, აი გამოფიტვა იწყება. ადამიანი აი დეპრესიულ განწყობა იწყება, ძირლის დარღვევები და ბევრი სომატური ჩივილები იწყება ესეთ შემთხვევაში. და ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ერთი ის, რომ სუპერვიზია ქონდეს ადამიანს, მნიშვნელოვანია რომ ყავდეს გარშემო ისეთი გუნდი, ვისთანაც გააზიარებს საკუთარ სირთულეებს, ემოციური სირთულეები, იქნება ფიზიკური სირთულეები თუ სხვა და სხვა, პროფესიული მათ შორის და ჩიხში შევდივართ ამ შემთხვევაშიც, როდესაც გადავიწვევით, გამოსავლებს ვეღარ ვხედავთ, ანუ მუშაობთ ისეთი ენერგიით და ემოციით, რომ სხვა, ანუ ცხოვრობთ მხოლოდ საქმით და არა დანარჩენით, ხო? და ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ჩარევა თერაპიული პირველი, რაც არის ადამიანმა უნდა დაიბრუნოს საკუთარი ემოციები და საკუთარი სხეული. ძალიან მნიშვნელოვანია აი გადართვის ტექნიკებია, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ტექნიკებია ფსიქოლოგიური. არსებობს სუნთქვითი ვარჯიშები, როდესაც გრაუნდინგს ვეძახით ჩვენ დამიწების ტექნიკები, რომ ვიგრძნოთ, რომ ჩვენ ვართ აქ ვართ, საკუთარ თავს შევეხოთ, რომ აქ და ამჟამად ვიმყოფები. კონცენტრირდე, რომ ეხლა ვაკეთებ ამას. ძალიან მნიშვნელოვანია გაწერილი იყოს დღის გეგმა, რა პროცესში, რა პერიოდში მუშაობ და რა პერიოდში საკუთარი ცხოვრებისთვის გამოყოფ დროს. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ადამიანმა გამიჯნოს სამსახური და პირადი ცხოვრება.